კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. არასდროს არც ერთ ქვეყანაზე არ ყოფილა უკუსვლაზე ამდენი საუბარი. ასე წარადგინა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტაკოსმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება. მოცულობითი დოკუმენტი უკვე მეორე დღეა ქვეყანაში პოლიტიკური ურთიერთბრალდებებისა და ვნებათაღელვის თემა. როგორც წინასწარი განცხადებებით იყო მოსალოდნელი, ანგარიშის შინაარსი საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა. დემოკრატიის მდგომარეობა 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე მნიშვნელოვანი უკუსვლით აღენიშნა პოლიტიკური ლიდერების დევნა, სასამართლო სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, სიტყვისა და თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება, ჟურნალისტების და დემონსტრანტების თვითნებური დაკავება, სამოქალაქო სივრცის შევიწროება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან მესამე სექტორის ჩამოშორება, პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის არარსებობა, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელება, 2023 წელს მიღებული 9 რეკომენდაციის შესრულებისადმი პოლიტიკური მზაობის არარსებობა. ეს არის ფრაგმენტები ანგარიშიდან, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. შედეგად ქვეყნის კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა. მოწოდება, რომ ხელისუფლებამ კურსი შეცვალოს, ბოლო პერიოდში მიღებული კანონები გააუქმოს, სასამართლოში ძირეული რეფორმა გაატაროს და გენერალური პროკურორის არჩევის წესი შეცვალოს. მმართველი გუნდი ანგარიშის გამო ბრიუსელს შანტაჟში, ორმაგ სტანდარტებსა და ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. ახლა საინტერესოა, როგორ გაგრძელდება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა, როგორ ესახება მმართველ გუნდს ქვეყნის ევროინტეგრაცია, როცა ბრიუსელი ამისთვის კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებას ითხოვს, მანამდე კი პროცესს შეჩერებულად აცხადებს. გახდება თუ არა გუშინ გამოქვეყნებული ანგარიში 2017 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების, ანუ უვიზო რეჟიმის გადახედვის საფუძველი. მით უმეტეს, რომ ევროკავშირი რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა კონსენსუსს ჯერ ვერ აღწევს. ევროკავშირის გაფართოების ანგარიში იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა. ჩვენ შეკითხვებს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები უპასუხებენ. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი იქნებიან ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ბატონ გრიგოლ გეგელიასთან ვიწყებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონ გრიგოლ, პირველ რიგში მადლობა გადაცემაში. დაღამშვიდობის, მადლობა თქვენ. მოკლედ ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა 2 წლის შემდეგ რა სურათი აჩვენა იმ ანგარიშმა, რომელიც გუშინ ყველამ ერთად მოვისმინეთ. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ მართლაც მივიღეთ ეს ისტორიული სტატუსი 2 წლის წინ, რამაც მოგვცა შანსი, როგორც სახელმწიფოს და როგორც ერს, რომ არნახული წინსვლა განგვეცადა, როგორც შიდა რეფორმების კუთხით, რასაც კანდიდატობა გულისხმობს, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სამწუხაროდ 2 წლის თავზე ჩვენ არათუ წინ არ წავსულვართ, არამედ ყველა ძირითადი პარამეტრით ვართ წასული უკან. შედარებისთვის ყველაფერში, პოლიტიკური რეპრესიების გაინტენსიურებაში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასრულებაში და გუშინ იმავე კომისიამ, რომელმაც 2 წლის წინ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, გუშინ თქვა, რომ ეს კანდიდატის სტატუსი სამწუხაროდ არის მხოლოდ სახელი, მხოლოდ ფორმალობა. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ჩვენ ვერც ერთი მიმართულებით ამ ინსტრუმენტს ვერ ვიყენებთ და არ ვიყენებთ. ანუ არც ერთი ის სიკეთე, სხვანაირად თუ ვიტყვით, რაც უნდა მოეტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან სტატუსს, ჩვენ არ მოგვიტანა ჩვენივე ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გამო და მეორე მხრივ ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეჩერებული. ანუ კარგი, ცუდი ან საშუალო პროცესი კი არ ხდება, საერთოდ აღარ არსებობს პროცესი სახელად საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამავე დროს ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული ოცნების ეს პროპაგანდისტული რაღაც მითი, რომ 2028 წელს მოხდება ინტეგრაცია, 2030 წელს მოხდება ინტეგრაცია, ეს მითი დამთავრებულია, იმიტომ რომ გუშინ როგორც მარტაკოსმა, ასევე კაია კალასმა და ელჩმაც, ბატონმა ჰერჩინსკიმ, ერთხმად თქვეს, რომ საქართველოს ინტეგრაცია ამ კურსის პირობებში არც ახლა მოხდება, არც 2028 წელს მოხდება და არც შემდგომში. ხელისუფლებამ დღესაც მკაფიოდ დააფიქსირა, რომ 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება რჩება საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად და მიზნად და პრემიერის გზავნილი იყო, რომ მათ იმედი აქვთ, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ აი ამ პერიოდამდე მათივე სიტყვების ციტირებას მოვახდენ, თქვა ევრობიუროკრატები, თქვა შეცვლა მოხდება და შემდეგ უკვე ისინი დაელოდებიან. ამას ქვია, ამას ქვია აფერა, ბლეფი.
სწორად თუ ვიტყვით და ცოტათი შეურაცხადობაც მე ვიტყოდი, იმიტომ ნახეთ, აი რასაკვირველია ფეხბურთის თამაში ავიღოთ, ხო? როცა საჯი გეუბნება, რომ წესები არის აი ესეთი, როგორც არის. თუ გინდა რომ ითამაშო და მიაღწიო შედეგს და ამ შედეგს საჯი ზომავს, გუნდი ხო არ ზომავს, ხო? ეხლა გუნდმა რო თქვას, ხო? წაგებულმა გუნდმა რო თქვას, არა, მე მოვიგეო. ეს ჩაითვლება? ხო? ერთი მხარე რო ამბობს, არა, მე შევალო იქო. და როგორ შეყვალ, როცა ევროპული კავშირი გეუბნება, აი ამაზე მარტივად როგორ თქვა, ხო? ევროპული კავშირი გეუბნება, რომ ვერსად ვერ შეხვდა. მაგრამ მართლაც არავინ არ გელის. ბატონო გრიგოლ, არგუმენტი პოლიტიკის პირობებში და სად არის არგუმენტი? ან ნახეთ, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ ევროკომის კავშირში გაწევრიანება ეფუძნება მათ შორის გაზომვათ პარამეტრებსა და მაჩვენებლებს. სწორედ ამ პარამეტრები გაუზომეს. მართველი პარტია ამბობს, რომ საქართველო არის კანდიდატ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზე. რომელი დემოკრატიის სტანდარტი, კანონის უზენაესობის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ისინი თავს მიიჩნევენ მოწინავე პოზიციაზე. მოწინავე არიან ნამდვილად ავტოკრატიის დამყარებაში. არც ერთ კანდიდატ სახელმწიფოში არ ტრიალებს ისეთი ავტოკრატიული უბედურება, როგორც ჩვენთან პოლიტიკურ პარტიებს გრძალავს ეს პოლიტიკური ძალა. ევროპული კავშირი კი არც ერთი კავშირი არ მიგიღებს, როცა შეხარ დიქტატურა, რომელიც გრძალავს მათივე ეგრეთ წოდებული არჩევნებითაც კი ასეულობით 1000 ხმარო აქვს მიღებული მათივე აი ცესკოს ვითომ არჩევნები ჩატარდა გასულ წელს ხო მაგ არჩევნების შედეგებითაც კი ამ სამ ძალას მრავალი ასეული 1000 ქართველის ხმა აქვს აი ხარ ეს ასეთ პოლიტიკურ ძალებს აკრძალავ ხო როგორ შეიძლება რომ ევროპულ კავშირში საერთოდ სადმე აფრიკის კავშირიც არ მეგიღებს არც აზიური სახელმწიფოები არ მეგიღებენ ნორმალური არავინ არ მეგიღებს აი ეს მინდა ძალიან მკაფიოდ ესმოდა შოს მაყურებელს მარტო ევროკავშირი კი არა არც ერთი კავშირი არ მიგიღებს და მაგიტომ არის რა თქვენ ევროკავშირი ეგრე ერევანში რა ხდება არნახული ამბები ხდება ხო რეალურად ახალი სატრანზიტო გეოგრაფია იბადება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა ახალი შანსები ახალი მშვიდობა იბადება ხო ნამდვილი მშვიდობა არა კოცური პროპაგანდის მშვიდობა და საქართველოს რატო არ არის არსად მიწვეული ეს ევროკავშირია აქაც არა არც აზიას აინტერესებს დღეს უკვე აღარც ტრამპთან დავალაგებთო ტრამპის პირდაპირ ჩართულობით მოხდა სიტუაციის სტაბილიზება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სად იყო აქ საქართველო? არსად. იმიტომ საქართველო დღეს სამწუხაროდ არის გადაქცეული კოცურ ანკლავად, რაღაც ჩიხად და ეს არის რუსული მიზანი, ხო? ჩვენ ვიყოთ უპერსპექტივო, უამბიციო, ნაცრისფერი ჭაობი, სადაც კოცები გამდიდრდებიან და ჩვენ ნახეთ, ხო? ეხლა აი კობახიძე რო აპატიმრებს მე წლების წინ ვამბობდი ეგენი კორუმპირებული არიან, თქო. კოცები თავისი ტროლებით ჩვენ გვანძღავდნენ. ახლა თვითონ იჭერენ იმ ხალხს ყოფილან ხო კორუმპირებული. აღიარა ხო რეჟიმა რომ კორუმპირებული იყო მათივე ორგზის პრემიერ-მინისტრი, მათივე სუსის ლიდერი და ასე შემდეგ. მე ხვალ ყოფილვარ ეგენი არიან ხო? 600 მილიონი მან წაიღო, 300 ამან წამოიღო. ვისი ფული წაიღეს და წამოიღეს? თქვენი მეგობრებო. ეს ახლა კობახიძემ აღიარა. ოღონდ მე-13 წელს თქვენთვის ეს არ არის მისაღები, თუნდაც გამკაცრება კორუფციის წინააღმდეგ კანონის საკანონმდებლო კორუფციასთან ბრძოლა არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ შიდა კლანურ ქურდული დაპირისპირების გამო ამის კეთება არა რა თქმა უნდა. აი, როდესაც კორუფციის ყველა საქმეს გამოვიძიებთ, იმიტომ რომ ამ ხარეს არის ზუსტად იგივე კორუფცია, დამმჭერების ხარეს, ვინც იჭერს იმათ ხარეს. პრემიერის ხარეს? ამ მხარეს ვინც დღეს არიან კოცებში არის ისეთივე კორუფცია თუ არა უარესი როგორც იმ მხარეს პრემიერი არ იყო ეს კაცი რაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა მთავრობის მეთაურის პოზიცია მე მინდა მათი არგუმენტები წარმოგიდგინოთ ანუ მთავრობის ყველა იგივე გადაწყვეტილება განკარგულებები გამჭვირვალობის თვალსაზრისით ქვეყნდება საჯაროდ რომ თქვა პირდაპირ მიყიდვის წესები აიკრძალა და აუქციონზე გამოდის ანუ ამ კუთხით გადაწყვეტილებები თქვენთვის არ არის მისაღები და გამჭვირვალობის არა რასაკვირველია რატომ? თუნდაც იმიტომ რომ ამ კობახიძის კულტურის მინისტრი არ არის ქალი? 9 მილიონიან ტენდერებს უღრიგებს დაქალებს. აი ერთი მარტივი მაგალითი. ახლა რომელი ერთი ჩამოვთვალო? ყოველ კვირა ვისმენთ ახალ და ახალ კორუფციულ ფაქტებს. კობახიძე არ არის დღეს პრემიერი. ახლა თქვენ რომ ამბობთ პრემიერ-მინისტრი სხვა არისო. გუშინ ის იყო. ხო, ხვალ კიდევ სხვა იქნება, ხო? ახლა ბიძინა ამასაც გამოსვლის მალე და ვიღაც სხვას დაგვისვამს კიდე, ხო? რაღაც მორიგ პაიქს. მე ამაზე გაირკვა და მე ამით დავიღალე. მე მინდა რომ ანტიკორუფციული ძალისხმევა იყოს საქართველოში, რეალური და ძლიერი და ყველა ის პირი გასამართლდეს, ვინც ამა თუ იმ ფორმით არის კორუფციაში ჩართული, განურჩევლად პარტიულ პოლიტიკურობისა და აი ეგ იქნება ჩემთვის მიღწევა. თქვენ არჩევნები მაგრამ ნახეთ რა არის სანაცვლოდ ახლა ის არაბული ნახეთ ერთი მაგალითი კიდე აი ეს არაბული ანკლავის თემა, ხო? ამ თემაზეა. კი
კი, ამ თემაზე ეგეც ხო კორუფციის ძალიან მაღალ რისკებს შეიცავს. კობახიძე არ არის დღეს პრემიერ-მინისტრი? ყველა მიმართულებით. მათ შორის არათანაზომადი ინვესტიციის მიმართულებით, ხო? 600 მილიონის მიწას საქართველოს გასცემს 33%-ის სანაცვლოდ და იქიდან რო არ ჩანს თანაზომადი ინვესტიცია, იმ მესამედშიც კი არაბებმა სახლები რომ უნდა დადგან, ხო, თქვათ და დიზაინში, იმაში არათანაზომადია. 6 მილიარდი არის მითი. ეს არის ბოლოდ წარმოსახით ნათქვამი. რომ ეს თანხა არის რეალური? არა, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, ეს თანხა არის რეალური. და მეტიც მეორე მაგალითს გეტყვით, 3.5 მილიარდის ოდენობის მოცულობის პროექტი იგივე კომპანიას აქვს სერბეთში. იქ თუ სწორად მახსოვს 20 წლიან ვადაზეა საუბარი, ხო? მოდი შევხედოთ 10 წლის თავზე რამდენი აქვს ჩადებული. მე გეტყვით 150 მილიონი. რა ის 3.5 მილიარდი? ანუ 6 მილიარდი ნახევრის ვის ჯერა, ნახეთ, მთელი ჩვენი თავისუფლების ისტორიაში სულ 28 მილიარდი არის შემოტანილი ამ წესით, ხო, რაც საქართველოს არსებობს აი ბოლო დამოუკიდებლობის ფორმით. თუნდაც თქვა ეს ხელისუფლებიდან რომ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია. ანუ ეს კი სულ 34 წელში ჩვენ მოვიზიდეთ 28 მილიარდი და ეხლა აი ამ კოცური განუკითხების პირობებში ვიზიდავთ 6 მილიარდს. ეს არის აბსოლუტური ზღაპარი. მე დემოგრაფიულ ეფექტზე კომპანია 15-მდე ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენელი. ეს არ არის არც ემარი, არა, ეს არ არის არც ემარი და არც მისი შვილობილი რეალურად. ეს კომპანია, რომელზეც აქ არის საუბარი, არის ცალკე დამოუკიდებელი კორპორატიული სტრუქტურის მატარებელი ერთეული. ის არ არის არც ემარი ხასუსო და არც მისი შვილობილი. ამიტომაც რეპუტაციაზე საუბარი ცოტათი რთულია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაც პროპაგანდისტად გვეუბნება ხელისუფლება, ეს ემარ ჯგუფია. არ არის ემარ ჯგუფი და არც მისი შვილობილი არ არის და ეს გადამოწმებადია ძალიან მარტივად, მაგრამ ამაზე უფრო მთავარი ჩემთვის არის, რომ ქართველების ინტერესი საერთოდ წავიდა. Eagle Hills-ზე გაქვს საუბარი, რომ არ არის ემარ ჯგუფთან კავშირში. არ არის. შეიძლება თანამშრომლობდეს რაღაცეებზე, მაგრამ არც მისი შვილობილია და არც მისი სუბსიდიარული ერთეულია, ხო, ცალკეული კორპორატიული სტრუქტურა არის ორი. მაგრამ ამაზე მთავარი ვიმეორებ, ჩემთვის ეს სულ სხვა რამე. პირველი კორუფციული რისკები, იმიტომ აი ბოლო მესამედს ზუსტადაც კორუფციული ქეშით შეავსებენ, ქოცურად, როგორც ყველაფერს აკეთებენ, გზის დაგებიდან დაწყებული ეკონომიკურ პროექტამდე ყველაფერს ესე აკეთებენ და ამას ხომ თუმეტეს ესე გააკეთებენ. ეს არის რამდენიმე ასეული კაცის ჯიბის გასათბობად. ყველამ რო იცოდეს, არაფერი აქედან ქართულ ხალხს, ვინც ახლა მისმენს, აბსოლუტურად არაფერი არც მათ დაწყმაჩვრებს არ შეხვდა. რამდენჯერმე დემოგრაფიული ინტერესი მაინტერესებს. დემოგრაფიული ინტერესი დაწავიდა. საქმებენ და ასე. კი, რა თქმა უნდა, 300 ლარად, კი, 300 ლარად აგურის დამწყობებს დაასაქმებენ, საიდანაც ნახევარი შეიძლება ზოგს აგური დაეცემა, ზოგი ჩამოვარდება, იმიტომ რომ ეგეც არ არის დაცული. ანუ ქართველებისთვის აი ნახეთ კარგი მაგალითია. იგივე საინჟინრო დაგეგმარების კუთხითაც იქნება ადგილობრივი. კი, რა თქმა უნდა, ოფიციანტები და ოფიციანტს და მუშავს არ ვაკნინებ, ძალიან პატივსაცემი პროფესია, მაგრამ ჩანაფიქრით ნახეთ რა არის დაგეგმარების პროცესში ისინი აპირებენ ქართული გამოცდილების. ქართველი ესეთ ადგილებში ნახეთ რეალობა რა არის ქართველი დღევანდელი ჩვენი მოქალაქე ეთნიურობაზე არ მაქვს აქ მე აქცენტი, ჩვენი მოქალაქე დღეს ყავასაც ვერ ყიდულობს ესეთ ადგილებში. ეს იქნება სხვებისთვის. ეს არის მარტივი ფაქტი და მოცემულობა. ეს დეველოპმენტი იქნება სხვების. საქართველოს თქვენი აზრით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს? საქართველოს ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, კი ქართველი ადამიანი არის გარიყული მთლიანად მთელი ეკონომიკური პროცესიდან და მთელი პოლიტიკური პროცესიდან. აი დემოგრაფიაზე მინდა მესამეჯერ ვცდილობ რომ დავიწყოთ, აი ეს მინდა ვთქვა, თქვენებართ ნახეთ, როცა დემოგრაფიული სალდო გაქვს უარყოფითი. ანუ ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი იბადება ვიდრე გვეკარგება, ხო? ადამიანები გადიან მასობრივად ამ ქვეყნიდან. მასობრივი ეკონომიკური და ესე იგი ინტელექტუალური დრენაჟია დღეს სახეზე. მარტო 2023 წელს 123,000 30 წლამდელი ადამიანი გავიდა ჩვენი ქვეყნიდან. ეს არის სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მთავარი თემა ეს. ამაზე მთავარი თემა რა არის? საქართველოს იცრება ქართველებისგან. ამ მთავარ თემას დაუბრუნდი, ამაზე მთავარი თემა მე არ ვიცი, მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ვალდებული რომ უზრუნველყო რომ ამ ქვეყანაში ქართველები დავრჩენ და სტუმრად არ ვიყოთ. ჩვენ ვიქნებით სტუმრად მალე. ანგარიშთა არჩევნები ახსენეთ და ამ თემაზე მინდა კითხოთ. ჩვენ აქ ვიქნებით სტუმრები. ცხეთა პლუს სიღნაღი ტერიტორიაზე გადასცემ არაბებს. ჩვენ აქ ვიქნებით სტუმრები. ეს არ მინდა რაღაცა პოპულიზმად და ეთნონაციონალიზმად იქას ახმული, მაგრამ ქსენოფობიური კამპანიის რა არის ქსენოფობიური? დაინახეს თქვენს გამოსვლებში. ხო, ვინც დაასდევს მთელ ევროპულ კავშირს, ქართული ოცნების წევრები მთელ ევროპულ კავშირს
კავშირს 27 ქვეყანას დაასდევენ და მაპატიეთ და უშუალო სიტყვებით ლანძღავენ და ქსენოფობია დაინახეს რაში რომ ვამბობთ რომ ეს პროექტი არ არის თანხმდანში ქართულ ეროვნულ ინტერესებთან ფობია სად არის ევროკომისიის ანგარიში არჩევნები ახსენეთ და ამაზე მინდა რომ იყოს უბრალოდ ჩემი ქვეყნის პრიორიტეტები მინდა იყოს დაცული თორე არც ინვესტიციასთან გვაქვს პრობლემა პირიქით ქართულ მოცემამ გააძევა აქედან ყველაზე დიდი ინვესტორები ნოგრიგოლ შეგახსენეს ეს ცესკოს განცხადებაზეც მინდა კითხოთ იმიტომ რომ არგუმენტი იყო რომ აი თქვა ის ბრალდებები რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ისმოდა ოპოზიციის და მათ შორის თქვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან რომ თქვა იყო ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა რომ ადამიანები ერთი და იგივე ადამიანები რამდენიმე საარჩევნო უბანზე აკეთებდნენ არჩევანს და აძლევდნენ ხმას მსგავსი ბრალდებები აღარ მოხვედრილა ევროკომისიის ანგარიში და ხელისუფლებისთვის ეს არის დამატებითი არგუმენტი რომ ის ბრალდებები იყო უსაფუძვლო სხვა შორის დღეს ცესკომაც გააკეთა ამაზე განცხადება ანუ რატომ არ მოხდა ასეთი ტიპის ამ ტიპის დარღვევის ინფორმაცია ევროკომისიის ანგარიში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 24 დიახ ხო ეს ევროკომისიის ანგარიში ახლა როგორ მოხდებოდა ევროკომისიის ანგარიში აფასებს მის შემდგომ პერიოდში არა 24 წლის სექტემბრიდან არის შეფასებული გასაგებია მაგრამ ევროკომისიის ანგარიში 24 წლის ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები ევროკომისიის ანგარიში აფასებს ზოგად სიტუაციას კანონის უზენაესობას არა იქ იყო საარჩევნო მიმართულებაც ერთ-ერთი ნაწილი ძალიან ბევრი მიმართულება იყო ამ 80 გვერდიან ანგარიში და ქართული ოცნება შედეგად თვლის რომ ევროპული კომისია აზრი შეიცვალა 2024 წლის არჩევნებზე მაშინ რატო არ აღიარებს ამ ხელისუფლებას არ აღიარებს ხო არ ართმევს ხელს არ ესალმება არ ეთანამშრომლება არ არის ორმხრივ კავშირში არც ერთი ფორმით და პირიქით ამბობს რომ ამ ხელისუფლებამ შეაჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და არღალალა დოკუმენტად აქცია მართავს იქ იყო მოწოდებები ხო ხელისუფლებისადმი რომ თქვა და რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ რა რეფორმები გაატარონ ვის მიმართავს მაშინ ევროკომისია მიმართავს დე ფაქტო მართულ რეჟიმს რომელსაც ის ხედავს როგორც ტრანზიციულ ერთეულს რომელსაც უნდა გაატაროს მიიღოს ყველა ის ზომა რომელიც საქართველოს დააბრუნებს დემოკრატიულ გზაზე ეს არის პირველ რიგში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა პოლიტპარტიების გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნა რომელშიც ქართველი ადამიანი აირჩევს თავისუფალ რეჟიმში საკუთარ პოლიტიკურ ძალას როგორ გესახებათ აი მოცემულობის შეცვლა საკმაოდ კრიტიკული ფორმულირებები იყო და მწვავე შინაარსის შემცველი შეფასებები შესაბამისად აი როგორ გესახებათ ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება იმიტომ რომ იქ იყო კონკრეტული პირობები დაყენებული რამდენიმე რეფორმა მათ შორის იყო სასამართლოში ეგრეთ წოდებული ვეტინგის სისტემის რომ იყოს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა დანერგილი იყო მოწოდება რომ გენერალური პროკურორი შერჩევის წესი შეიცვალოს და ვიცით ამაზე მართველი გუნდის კაფე ოპოზიცია რომ შარლ მიშელის შეთანხმების დროს ისინი ერთხელ წავიდნენ დათმობაზე მათივე სიტყვებს ვიმეორებ და აღარ განიხილება მომავალში მსგავსი პრეცედენტის დაშვება აქედან გამომდინარე გეკითხებით მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია რომ ისინი არ აპირებენ ამ წინადადებების შესრულებას მაშინ როგორ გესახებათ ამ ურთიერთობის ამიტომ მეც სწორედ რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში ამ არაღირებული რეჟიმის პირობებში არაფერი არ მესახება ამიტომ ამბობ მე თავიდან მაგით დავიწყე არც მე არც მარტაკოს და არც კაია კალას და არ გესახებათ მაშინ საკრებულოში რატომ შეხვედით და ეხლა საკრებულოს განვიხილავთ თუ ევროპული ინტეგრაცია ამ კონტექსტში ყველაფერს ერთად განვიხილავთ ხო თუ ანუ არაფერი არ გესახებათ ამ ხელისუფლების პირობებში საკრებულებში მართველი გუნდია უმრავლესობაში და რა კავშირშია რეჟიმის ლეგიტიმაციასთან ან ევროპულ ინტეგრაციასთან თბილისის ან ხაშურის საკრებულო არაფერ კავშირში თვითმმართველი ორგანოებია და არიან ხელისუფლების ნაწილია კი ბატონო თვითმმართველი ორგანო აი საიდან იმართება მართული პარტია წარმოდგენილი ამ საკრებულოებშიც ხო მართული პარტია წარმოდგენილი მათი კი არ არის ეს რაღაც ანდერძად კი არ მიუღიათ მართული პარტია რა წარმოდგენილი ეს ბრძოლის ერთით მეტი ინსტრუმენტი იქ სადაც მოხდებოდა რეჟიმის ლეგიტიმაცია კერძოდ პარლამენტში და შესაბამისად სხვა უწყებებს ჩვენ არ ვარ წარმოდგენილი ხო მე პირადად გავხდი საქართველოს პარლამენტის წევრი მაგრამ საკუთარი განცხადებით დავთმე ეს მანდატი ისე როგორც ჩემო კოლეგებმა იმიტომ რომ იქ წყდებოდა ეროვნული ხელისუფლების შესაძლო ლეგიტიმაციის ბედი ამიტომაც ეს არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან ძალიან მარტივად ამ გადასახედიდან შეცდომად არ მიიჩნევთ გიორგი გახარიას პარტიის მსგავსად არა მე მივიჩვენე ჩვენ ძალიან სერიოზულ დელეგიტიმაციას მივახციეთ ამ რეჟიმის რომელიც არის კლავაც არაღიარებული რომელსაც ძელთ არავინ არ ელაპარაკება და აღიქვამენ მხოლოდ ტრანზიციულ ერთეულად დემოკრატიულ საქართველოსი ჰქონდა თქვენს როგორ მესახება როგორ მესახება აი ხლა გატო ნახე როგორ თქვა რომ ქუჩის პროტესტი არ არის თქვა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესი წყდება პარლამენტში საკრებულოებში და შემდეგ მნიშვნელოვანი იყო მისგან აი რაღაც ეს ირიბ მინიშნებად ხომ არ უნდა მივიღოთ რომ თქვა პარტია მაინც ფიქრობს რამდენად სწორი იყო ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტა მე ვეთანხმები აბსოლუტურად ბადრის განცხადებას პოლიტიკური პროცესი არის პოლიტიკური პროცესი პროტესტი არის პროტესტი პარლამენტის ახსენე პარლამენტის და
ნებისმიერი ტრიბუნალს ზოგადად, ხო? ეს არ არის ჩემი აზრით, ეს მან უნდა თქვას, მაგრამ ჩემი აზრით არ არის რაღაცა რევიზია ჩვენი რომელიმე პოზიციის, არამედ დაფიქსირება იმ ეთოსის და პათოსის, რაც გააჩნია ჩვენ პოლიტიკურ ძალას, რის გამო ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, ბოლოს თვითმმართველობის არჩევნებში, რის გამო ჩვენ ვიყენებთ ყველა ტრიბუნალს, რის გამო ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციოს მათ შორის, არა იმიტომ რომ ხა გქონია რომ საკონსტიტუციოს რაღაცა არნახული დამოუკიდებლობა და თავისუფლება ეღირსა უცებ ბოლო ორ კვირაში, არა, მაგრამ ჩვენ გვწამს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ბრძოლის და რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძალიან მნიშვნელოვან კითხვას, როგორ წარმომიდგენია ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა, ძალიან მარტივად, ქოცების ჩამოშორებით, ხელისუფლების სადავეებით. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და ეს ხალხს უნდა ეცოდეს, სანამ ქოცები მართავენ ამ ქვეყანას, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არ იქნება და ამას უკვე მე კი არ ვამბობ. ნეტა მე ვამბობდე მარტო ჯანდაბას, ამას ამბობს ევროპული კომისია, ევროკომისარი. მაგრამ პარლამენტში არ ხართ წარმოქმნილი რა გზებით გესახებათ ხელისუფლების შეცვლა 2028 წლამდე. ამ რეჟიმს არ გააჩნია, ამ რეჟიმს ჯერ მოუწევს დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, აგერ თქვენ, აგერ მე ბევრად უფრო მალე ვიდრე არის 2028 წელი. მათ არ გააჩნიათ არავითარი ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს არც ქვეყნის გარეთ. მათ რეალურად აქვთ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, მათ ლეგიტიმაციის გამო ექმნებათ მათ შორის ინვესტიციის პრობლემა, მაგიტომ აი მაკა ბოჭოშვილი დააკვირდით დადის წრეზე 4-ჯერ შეხვდა უნგრეთის საგარეო მინისტრს. რამდენჯერმე შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს. სხვაგან ვერსად ვერ მიდის, ვერაფერს ვერ შვება. წარმოიდგინეთ ეს არის ძალიან ძიმე პრობლემა ქართული ოცნებისთვის. ამიტომ ისინი თვითონ დანიშნავენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ბევრად უფრო მალე, ვიდრე არის 2028 წელი. რაც შეეხება აი საკრებულოს მანდატები ახსენეთ და დღეს თინა ბოკუჩოვამ შეგახსენათ, რომ თქვათ ნონსენსია რეჟიმი პარტიას გაუქმებით ემუქრებოდეს ამ დროს შენ საკრებულებში 1 და 2 ადამიანის ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობთ. ეს არის თინა ბოკუჩოვას სიტყვები. და ანუ აი როგორ გესახებათ მაშინ, როდესაც რეალურად საკონსტიტუციო არჩევანი უკვე სასამართლოში არის და ასაკრძალ პარტიათა შორის ერთ-ერთი არის თქვენი პოლიტიკური ძალა და ამ დროსთან საკრებულოებში ხართ წარმოდგენილი. ძალიან კარგად ესახება. მე ბრძოლა ყოველთვის ესახება სწორ გზად. ამის თინა ბოკუჩოვას როგორ ესახება გუშინ წინ რაღაცა მოღალატეს გვეძახდე და ახლა ერთობაში გვპატიჟებდა. მაგალითად ეგ როგორ ესახება. ეს უფრო სწორი კითხვა არის, ხო? მე მგონი თანმიმდევრობის თვალსაზრისით და ჩვენ ძალიან კარგად გვესახება, ფანტასტიკად გვესახება ბრძოლა. ეხლა რაღაც აკრძალაზე რო არის საუბარი, გონიათ რომ ეგ გააჩევს ვინმეს? ეხლა ხვალ რომ ლელო არ მერქვას პირობითად, რა ვიცი, ხმა აღარ მაქვს, ვერ ვლაპარაკობ, ვერ მეტყველებ, პატრიოტიზმი დამიქვეითდა, სკლეროზი დამემართა, თუ ვერ დავინახავ და ვერ ვიტყვი რა ხდება. ისევე მესახება პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება, როგორც ყოველთვის მესახებოდა, როდესაც დავიწყე. გაქვთ ის მოლოდინი, იმიტომ მე ვემსახურები ჩემს პრინციპებს და რაღაც სანამ ცოცხალი ვარ და შემიძლია საუბარი დავიცავ აი ზუსტად იმ პრინციპებს ბოლომდე. გაქვთ ის მოლოდინი, რომ შეიძლება ახალი და ნაციონალური მოძრაობა აკრძალონ და პარტიალელო გადარჩეს. არ ვიცი, მე ამაზე გამიჭირდება რაიმეს თქმა. მე აი მაგალითად მახსენდება რა, ხო, ძალიან ხმამაღალ ფიქრობ, ხო? მეც იმიტომ ძალიან რთულია, გაიგო ბიძინას თავში რა ხდება, იმიტომ სხვები ესენი არაფერს არ წყვეტენ, ხო? წყვეტს ბიძინა და ჰა კობახიძე რაღაცებს კიდე ბიძინასთან კონსულტაციით, ხო? ძალიან რთულია გავიგო ხა იქ რომელი პარანოიული თეორია ეხარშება ამ მომენტში. მე გამიჭირდება შორს ორ ამისგან, მაგრამ აი ერთი რაღაც მახსენდება. პარტია, რომელსაც ყავს ნაციონალური მოძრაობის უამრავი მაშინდელი კადრი. უამრავი, ხო? არ ვიცი, 1-13 მაინც არიან მაშინდელი, აი მიშას დროინდელი ძველი ნაცები, ხო? აი ეგ პარტია საგამოძიებო კომისიასო იწყებს, ვითომ ნაცებსო იძიებს. პირველი ვის იწვევს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. ეხლა ეს ლოგიკა რო აქვს, ხო? აი ორ ადამიანს არანაირი შეხება არ ქონია აბსოლუტურად იმ რეჟიმთან. ეხლა სადაც ეს გააკეთეს, არც ის გამიკვირდება, რომ ჩვენ აგზავნონ და ნაცები არ აგზავნონ და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ რა არის, აი დღეს კობახიძე მახსენა, ხაზარაძე და ჯაფარიძე უცხო ქვეყნის გავლენის ემსახურებიანო. აი კობახიძე რა მაინტერესებს, იცით, გარდა იმისა, თვითონ ჩემს რუსია და პირდაპირ ემსახურება რუსების დავალებას, იცით რა მაინტერესებს ძალიან. აი მიშასთან ბრძოლა რომ მიდიოდა კობახიძე სად იყო? საერთოდ სად იყო? სხვის ნაბრძოლზე და სხვის გამზადებულზე რომ მოვიდა და მე პრემიერ-მინისტრი გახდა, ხო? შიდა გუნდური ინტრიგებით. აი თვითონ სად იყო? ან რა დამსახურება ბადრი ჯაფარიძეს დამოუკიდებლობის აქტზე აქვს ხელი მოწერილი. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ერთად არიან ამ ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და 10,000 ადამიანი ყავთ დასაქმებული. ირაკლი კობახიძეს როგორც მოქალაქეს, მაგრამ ანაკრესაც ხშირად გახსენებენ და შეუსრულებელ ვალდებულებას.
გასახსენებენ? ანაკლიას და შეუსრულებელ ვალდებულებას. რომელ შეუსრულებელ ვალდებულებას, რომელიც მოზიდვის პოლიტიკური მარცხაჟობით, პოლიტიკურად შეკერილი საქმით, რომელიც თვითონ წააგეს ამ სასამართლოს კი, მაგ საქმის გამო რომ ინვესტორები გააქციეს, ამაზე ლაპარაკი. ნახეთ, ერთი წუთით რაღაც განცხადებას აკითხავთ, 4 ოქტომბერი არის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ხელისუფლების და ისინი ამბობენ, რომ მთავარი პრეტენზია რაც აქვთ მათ ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ, რის გამოც რიტორიკაც კიდევ უფრო გამწვავებული და გამკაცრებულია, რატომ არ დაგმეს 4 ოქტომბრის მოვლენები. ჩვენ ნახეთ ჰერჩინსკის განცხადება, სადაც ყველას მოუწოდებდა ძალადობის თავშეკავებისკენ. ანუ თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ კაფეო პოზიცია ჰქონდა ევროკავშირის 4 ოქტომბრის მოვლენებზე? მე ვფიქრობ, რომ ევროპული კავშირი ყოველთვის ესალმება დემოკრატიულ პროტესტს. ევროპული კავშირის ოფიციალური პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ქართველი ხალხის პროტესტი უნდა იქნას შესმენილი და რომ ის ევროპული და ეროვნული პრინციპები, რომელზეც ეს ქვეყანა ისტორიულად იდგა ყველა სხვა ხელისუფლების დროს, მათ შორის ავტოკრატიული ხელისუფლებების დროსაც, ისეთი ხელისუფლების დროს, ასეთი ყველას დროს რაღაცა კურსი არ იცვლებოდა. ერთადერთი ვინც გაბედა ამ კურსის შეცვლა არის ქართული ოცნების რეჟიმი. არავის, აი ზურა ჟვანიას კლასიკური სიტყვები მე ვარ ქართველი და მათ შორის მე ვარ ევროპელი. ეს სიტყვები ხო, რაღაცა კურსს განსაზღვრავდა, სულ იყო. ყველამ რაღაც დადო, ყველამ რაღაც აგური დადო. შევარდნაძის ხელისუფლება, გამსახურდიებო შევარდნაძემ, აკაშუმა ყველამ დადო აგური. ამათმა დალეწეს ყველაფერი ქართული და ყველაფერი ევროპული შეგნებულად და შესაბამისად ევროპული კავშირი არის ყოველთვის იმ დემოკრატიული ხმის გვერდით, მშვიდობიანი დემოკრატიული ხმის გვერდით, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ ნებას. თქვენი პარტიის წევრებიც გმობენ 4 ოქტომბრის მოვლენებს და თქვენი შეფასებით კაფეო იყო ევროკავშირის პოზიცია, იმიტომ რომ ალეკო ალისაშვილმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ შეცდომა იყო ორი თვის წინ დაანონსებული რევოლუცია, ეს იყო ავანტურა, კარგად დაგეგმილი ავანტურა. ეს იყო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ზენიტი, ჩვენ ამაზე ძალიან ღიად საუბრობთ, მაგრამ თქვენც მოწოდებით, რომ დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველის გამზირზე იყო ასეთი მოწოდება. რუსთაველის გამზირზე ტარდებოდა მშვიდობიანი პროტესტი. იქ იყო 100,000-ზე მეტი ადამიანი. საიდანაც მომერე რაც ნახეთ? ნახეთ 100,000 ადამიანი იყო შეკრებილი რუსთაველის გამზირზე. აქედან არ ვიცი 100-მდე ადამიანი გაემართა კონკრეტული მიმართულებით. კონტრასტი თავად განსაჩეთ, ხო? 100,000 ადამიანი იდგა რუსთაველზე და საერთოდ არ იცოდა ბევრმა მათგანმა იქ რა ხდებოდა. ესეც სწორი იყო თუ გეგმის შესახებ არ იცოდნენ, სად მიდიოდით მაშინ? ეს იყო ჩვენ სად მივდიოდით. დიახ, ხომ მოუწოდეთ ამორჩევლებს, რომ დილით არჩევნებზე, შემდეგ რუსთაველის გამზირზე. არა, აქ იყო საუბარი, კიდევ ერთხელ გამარტავ, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ნახეთ პოლარობა რომელიც იდგა ჩვენი აზრით არასწორად, მე ეხლაც ასე მივიჩნევ, იყო ან არჩევნები, ან პროტესტი. ჩვენი პოზიცია იყო, რომ არჩევნები ერთი მხრივ და პროტესტი მეორე მხრივ არ გამორიცხავს ერთმანეთს, არამედ ავსებს ერთმანეთს და აი ფრაზა, რომელსაც ყველა ციტირებს, ცოტათი ცალკეულად ამოღებულად, ხო? ირაკლი კუპრაძის მიერ ნათქვამი და ჩვენ მიერ გამეორებული არაერთგზის შემდგომში ასევე გუნდის მიერ ეს ფრაზა აღწერდა ამ სულისკვეთებას. ერთ-ერთი მთავარი სულისკვეთება რა იყო ბატონო გრიგოლ, რომ არჩევნების ბოიკოტი, იმ არჩევნების ბოიკოტი, რომელშიც თქვენ მონაწილე. არა, მაგ აქციას არ ქონდა, მაგ 4 ოქტომბრის აქციას. ერთ-ერთი მიმართულება იგი იყო, რომ ბოიკოტირების იდეის გარშემო იყვნენ ისინი შეკრებილები და ძირითადად ის პოლიტიკური ძალები აქტიურობენ ამ აქციის დაგეგმვა ორგანიზების დროს, რომლებიც ბოიკოტს უჭერდნენ. შეცდომა ერთმნიშვნელად კიდევ ერთხელ ვიტყვი და ჩემი აზრით უპასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ 20%-იან კალაძეს გავატანეთ ქალაქი, რომლის 70% არის ოპოზიციურად განწყობილი, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და ცუდია რომ ეს დაუშვეს კოლეგებმა, ზოგმა ნებსით, ზოგმა უნებლიეთ. მაგრამ მიგითითებთ რომ თქვენ ვერ მოაბილიზეთ თქვენი ამორჩეველი და ამიტომ იყო დაბალი აქტივობა. ვერ მოახერხეთ თქვენი ამორჩევლის მიყვანა. ოპოზიციის ნაწილი არ გავიდა და ეს იყო შეცდომა. მეც ამას ვამბობ, ოპოზიცია უნდა ყოფილიყო სრულად მობილიზებული მინიმუმ თბილისში. რაც შეეხება აქციას, აქცია უნდა მომხდარიყო, მშვიდობიანი გზებით, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვამბობდით, რომ ვართ მშვიდობიანი პროტესტის დამხობის მოწოდებები და არა, ჩვენ მე ვამბობ ჩემი პარტიის სახელით, ახლა სხვები არ ვიცი, მე ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო არის და იქნება ჩვენ მშვიდობიანი პროტესტის მხარეს და რატომ? იმიტომ რომ ლამაზაჭრეს. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ფორმა პროტესტისა და ამ პროტესტურ რამე ძალა ქონია. ოდესმე ეს ყოველთვის იმიტომ ყოფილა რომ ის იყო მშვიდობიანი და მართალი. და ნებისმიერი პროვოკაცია, ნებისმიერი მოწოდება ეგ არის სუსის მიზნებში და დარწმუნებული რომ სუსის ხელი არია ძალიან პროაქტიულად. ღიად ამბობდნენ თვითონ პატა ბურჭულაძის გამოსვლები იყო ლევან ხაბეიშვილის ეს ორი სიტყვა ისმოდა მშვიდობიანი დამხობა.
მე რა გავაკეთო, მე არ წარმოვიდგენ არც პატა ბურჭულაძეს და არც ლევან ხაბეიშვილს. თქვენმა თანაგუნდელმა თქვა, რომ დღის მეორე ნახევარში უნდა მოსულიყვნენ თქვენი ამორჩევლები ასეთი ტიპის აქციაზე, სადაც აი ასეთი მოწოდებები. იმ აქციაზე არავინ არ ყოფილა პატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის ლამაზი თვალების გამო, ან მათი მოწოდების გამო. იმ აქციაზე ადამიანები იყვნენ იმიტომ რომ არიან პატრიოტები და იცავდნენ მშვიდობიან საკუთარ სახელმწიფოს. იქამდეც ყოფილა. ახლაც არიან და მერეც იქნებიან და არც გრიგოლის გამოყვანილი არ არის ხალხი. არც პატასი და არც ვინმესი. ეს ხალხი იცავს საკუთარ სამშობლოს და სახელმწიფოს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვიმეორებ. მათ შორის ჩემთვის ცნობილი ადამიანები, ჩემი მეგობრები და სხვები იყვნენ მშვიდობიანად, იყვნენ მთელი იმ პერიმეტრის მასშტაბით რუსთაველზე და სხვაგან ბევრმა არც კი იცოდა თუ ვიღაცა იმ სისულელის ჩადენას აპირებდა, რაც სამწუხაროდ სუსის ხელშეწყობით იქ ჩაიდინეს. რითაც ხელი მისცეს და ხელი შეუწყოს. ბატონო გრიგოლ, გააზარდა თუ არა თქვენში მოლოდინი ამ ევროკომისიის ანგარიშმა, რომ შესაძლოა 2017 წლის გადაწყვეტილება გადაიხედოს და უვიზო რეჟიმს შეექმნა საფრთხე. სამწუხაროდ კი და ამაზე საუბრობენ თვითონ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. კონსენსუსი ჯერ არ არსებობს. კონსენსუსი შევა არ არსებობდეს, მაგრამ ის რომ ეს საკითხი დადგა განსახილველად ეს არის ეროვნული ტრაგედია ჩვენთვის და ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ის ნაბიჯები, რაც იზომება, ხო, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყვიტონ, გაგვიხვებენ თუ არა უვიზო რეჟიმს. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური ნაბიჯები. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება ქართულ ოცნებას, რომელსაც ახლაც შეუძლია, ვიმეორებ, გადადგას სწორი ნაბიჯები, რა შანსია, გამორიცხული მგონია, მაგრამ ახლაც შეუძლიათ ძალიან კონკრეტული რაღაცები გააკეთონ. მაგალითად, ახალი არჩევის ჩანიშვნა. მაგალითად, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მაგალითად, იმ კრიტიკული მიმართულებით რეფორმების გატარება, რომელიც უკვე აი ყბადაღებულ რეფორმებად იქცა და რამდენი ხანია შავი თეთრზე წერია. უმარტივესი ნაბიჯები არის. აი ეს მინდა რომ ხალხმა გაიგოს. აქ რაღაცა მისტიკაზე კი არა საუბარი. ძალიან გაზომვადი, ძალიან კონკრეტული, ძალიან მარტივი ნაბიჯებია, თუ კი ამისი პოლიტიკური ნებასურველი გაქვს. მაგრამ როცა რუსული ინტერესის სამსახურში დგახარ ცხადია მას არ აკეთებ, თორე ძალიან მარტივია, რომ აი ეხლა აიღო და შემდეგი 6-7 თვის განმავლობაში ისეთი დადებითი სიგნალი გაგზავნო აქედან, რომ არათუ რამე არ წაგართვან წევრობაზე გახსნა მოლაპარაკება. ეს არის გაკეთებადი თუ ყავს სწორი პოლიტიკური გუნდი. და აი ეს არის მეორე მხრივ ისაც გაახლოებს ნამდვილ მშვიდობასთან, რაც ძალიან მინდა, ნამდვილ კეთილდღეობასთან, რაც ასევე ძალიან მინდა და ნამდვილ სოციალურ წინსვლასთან, რაც ასევე ძალიან გვინდა ყველას, იმიტომ რომ ვართ დემოგრაფიული და სოციალური კატასტროფის წინაშე ყველა პარამეტრი, რომელსაც თვითონ სახელმწიფო აქვეყნებს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გმადლობთ გრიგოლ გეგელია, ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი, საგარეო მდივანი და პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.